ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. ფაქო ყველასთვის ცნობილი ადრე რუსთავიორის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, ახლა GDS-ზე მუშაობს. იუმორისტი, მას დაბადების დღე აქვს. და როგორც გავიგე ჭორის დონეზე რაღაც ფარულად მას აჩუქეს, არც იცის თვითონ ვინ აჩუქა, ტორტი აჩუქეს. რომელზეც ეწერა 27, ანუ მისი ასაკი. რა რთულია მაინც 27-ის რო ხარ, მე 28, 29, 20. ნუ კი შენ 31-ის ხარ, ხო? კაჩე. მოკლედ ურეკავთ ფაქოს და ფაქო გამარჯობა, ეს არის გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, ნუკი კოშკელიშვილი და გიორგი ნაზღაიძე გაწუხებთ, როგორ ხარ და დაგვიანებით გილოცავთ დაბადების დღეს. გვიანია. გილოცავ. გამარჯობა. ფაქო, ვინ გაჩუქა ტორტი ახლა? მაგაზე გირეკავთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. კურიერმა მომიტანა კამე ტორტი. ვისგან, ხომ არ გაგირკვევია? ადამიანისგან, კარგი ადამიანისგან. ვინ არის ეს კარგი ადამიანი? გავიგე, მე მითხრა რომ მე ვიყავიო, მაგრამ საინტერესო ის იყო რომ კურიერის რაღაცნაირი უცნაური ფორმები ეცვათ. ან დავიჯერე რომ კურიერი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ხელი რომ მომაწევინა ძალიან ბევრი ადამიანის ხელმოწერა იყო იქ, ანუ კარგად დადგმული შეფრთული. ამოიცადე კურიერიც არ იყო ნამდვილი? არა, ყველაფერი დადგმული იყო. დედა? და ვინ იყო? გოგოა თუ მეგობარი ვინმე უბრალოდ ბიჭი? მეგობარი ბიჭია ჩემი. მართლა? არა, მართლა. არა, ისე მალავე ხა, პირდაპირ. არა, ნუ ხო შეიძლება მეგობრები ხო? გოგო, ანუ თაყვანის ცემერ, შესაძლებელია შემდეგში შეყვარებული? მე ზოგადად ცხოვრებაში არაფერს არ გამოვიწყო, მაგრამ ამიტომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ანუ ფლირტის დონის ურთიერთობა. გამოძვერის ამბავია. ფლირტის დონის ურთიერთობა, ხო? ამ შემთხვევაში. ვერ გავიგე. ფლირტის დონის ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი. არა, ხო, ანუ ხო, ესე გამოდის და რა მაინტერესებს, იცი, თუ ყოფილა კიდე ესეთი განსხვავებული რაღაცა საჩუქარი გაუკეთებია ჩემთვის. ისეთი ეხლა არ მახსენდება რაღაც ისეთი განსაკუთრებული, მაგრამ პირიქით მე მიყვარს განსხვავებული და შენ რას აკეთებ ხოლმე, როგორი საჩუქრები გაკეთებია? მოულოდნელები მიყვარს ძალიან და ადამიანისთვის მიყვარს ისეთი რამის მიცემა, რომელიც ვიცი რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, მოდი თქვი ერთი ძალი მოულოდნელი საჩუქრი. არ არსებობდეს და არ იყოს ვიღაცების მნიშვნელოვანი, მაგრამ აი მიყვარს როგორც იტყვი ტოჩკაში რო უტყოვე. კარგი, მოდი მაშინ გითხარი ერთი შენი მოულოდნელი საჩუქარი, აი ესეთი ტოჩკა განსხვავებული. კარგი. რაღაცა ჩამჭრელი კითხვა დაგისვით. ჩამჭრელი კითხვა არ არის, უბრალოდ ეს ადამიანი ჩაბარდა პასუხს და არ მინდა გასცემი. მას საჩუქარი ხო შეიძლება? საჩუქარი გავიხსენოთ, ადამიანს ნუ გავიხსენოთ. ერთად გამოვა ორივე. კარგი, ნუ გავიხსენებთ. მაგალითად იყო ესეთი რაღაცა, რომ ადამიანმა როდესაც კარი გააღო თავისი საზარბაზოში გასასვლელი, იქ დახვდა მთელი საზარბაზო განათებული სხვადასხვა მიუცითი, რა ქვია, კონვერტებით და ძირს მოფენილი სხვადასხვა ფერის ვარდის ფურცლებით და იქ კიდე იყო რამოდენიმე ნივთი, რომელიც ზოგადად არ არის პასეული, თუმცა ზოგადად ჩემთვის პასეული იყო და მისთვის ვიცოდი რომ გაუხარდებოდა და ეს მე მგონი ფაქო შენ საერთოდ განებივრებენ საჩუქრებით შენს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ კიდე ერთი სიურპრიზი იყო რომ ერთ-ერთ დაბადების დღეზე გაჩუქეს დიდი სათამაშო და კლუბში მოკიდანეს. ძალიან დიდი დაცვი მაჩუქეს, ძალიან დიდი დაცვია და დღესაც ისედაც ეგ დაცვი ვერ სადმა დავდო არ ვიცი. სადმე დავატი სასურველს. ნუგის მიეცი ეგ დაცვი და ნუკი დაატეს ამ დაცვს აუცილებლად. მოკლედ, კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს უღრმესი მადლობა რომ ჩაგვერთვე და რავი ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა, აიგები, ძალიან დიდი მადლობა. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.